ხო არ მეტყობა მღელვარება. მკვლელობა ჩაიდინეს, ეს ჩემი მკვლელობა იყო. აპირებს დასახელებას ვინ არის? პირველი შემთხვევაა, როდესაც ესე ხმამაღლა ვასახელებ ადამიანს. გელათის აკადემიის შესასვლელში ვზივარ. პრაქტიკულად მკვდარი ბავშვი მიწევს ხელებზე. კარგი მასწავლებელი, ეს ორი სიტყვა. რას მოიცავს თქვენთვის? ეს ჩვენიანი არ არისო, მე არ ვიცი ვისიანი უნდა ვყოფილიყავი. მე ვიყავი ჩემი საქმის სიანი. აბსოლუტურად. ატყდა საშინელი ქვების ყორიანტელი ჩემს ფანჯრებზე. ერთი წამი გააჩერე, ცოტა ნერვიულო. საფრთხე მემუქრებოდა და დავტოვე ქვეყანა. ციხე შიგნიდან გატყდა, როგორ ფიქრობთ? საქართველო თბილისია და არაფერი არ იმალება. მე ვიყავი არჩეული დირექტორი. ბოლო წუთები სკოლაში ყოფნისა დასრულდა იმით, რომ საპირფარეშოს ფანჯარა გავწმინდე, გამოვიხურე კარები და წამოვედი. სადაც შედიხარ, ქართველი ხარ, აი, ვიზუალში ვხვდები, ჩაცმის სტილზე ვხვდები, ნაღვლიან თვალებზე ვხვდები. თქვენთვის, როგორც ფიზიკის მასწავლებლისთვის, ყველაზე მოსაწყენი საგანი რომელია? განსაკუთრებულად დღეს მიკვირს ისტორიის პედაგოგების დღევანდელი სკოლები პოლიტიკური შეხედულებების გატარების სივრცეთ იქცა? სკოლაში ვერ შემოხვალ მეთქი. ზუსტად აი ასე ვიდექი კარებთან. ხონის ფსიქიატრიულში იწვა? გადაიყვანეს იქ. შეგიძლიათ დაიფიცოთ, რომ ნეპოტიზმით არ აგიყვანიათ მასწავლებელი? როგორ უნდა იმნატრო გელათის ტაძარში ღმერთო მიშველეთ დექსამეტაზონი. დექსამეტაზონი გაჩნდა. ერთი ადამიანი როგორ არ გამოჩნდა, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა? პატარა პაუზას გავაკეთებ, იმიტომ რომ როგორ ავხსნა არც ვიცი. ამერიკაში თუ ისწავლება რამე ისეთი საგანი, რასაც ქართულ სკოლებში წაიღება. აქაც ძალიან ბევრი ბულინგი ხდება, მაგრამ აი აქ რა ხდება? კი არ მალავენ, რომ ვაიმე რესურს ცენტრის უფროსმა არ გაიგოს. მასწავლებლების ძველი და ახალი თაობა რით გამოირჩევა ერთმანეთისგან? მანგრევს აი შლის ნაწილებად. თუ გაქვთ წარმოდგენილი დღე, როდესაც დაუბრუნდებით აუდიტორიას, ამან დიდი ეჭვი გამიჩინა. თუ შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვი ვერ გისმენთ იმიტომ, რომ შია. აქ ჩემ დროს კარგი. ხმამღაღადებლისა უდაბნოსა შინა იყო მათი საუბარი? მოკითხვითაც კი თითზე ჩამოსაცვლელი ადამიანი მკითხავს, ალბათ იმისიც ეშინიათ, რომ ვიღაცამ არ შეუმოწმოს. სკოლები და უნივერსიტეტები ცოდნის ტაძრებად რჩებიან? როგორი შეიძლება მოხუც შიოდეს? აი როგორი შეიძლება მოხუც კანფეტი ენატრებოდეს და ტკბილი. მიმართეთ თქვენს მოსწავლეებს. იციან რომ ძალიან მიყვარს ისინი. ძალიან ბევრი რამე ისეთი ამოვთქვი, რაც პირველად თქვი. ნელექსა ისეთ რაღაცებს რომ მიყვარს ჯერა. დედას ვიცავ.